მოგესალმებით მეგობრებო, აგრძელებთ ჩვენს პროექტს Zoomer-ის ვიდეო მიმოხილვები და ჩვენი შემდეგი სტუმარი არის ფრანგული წარმოებლის Alcatel-ის საკმაოდ კარგი მოდელი, რომელიც არის პრინციპში უნდა აღინიშნოს, არის დაბალბიუჯეტიანი ტელეფონი, მაგრამ გააჩნია საკმაოდ ბევრი ფუნქციები. ეს ტელეფონი გამოვიდა 2011 წელს. მისი ეკრანის ზომა შეადგენს 320x240 პიქსელს. ხოლო ზომა არის 2.4 დიუმი. ტელეფონში შეგიძლიათ მოათავსოთ 16 გიგაბაიტამდე microSD ტიპის ბარათი. სამწუხაროდ ამ ტელეფონს არ აქვს მესამე თაობის, ანუ 3G-ის მხარდაჭერა. აქვს 2 მეგაპიქსელიანი კამერა, სამწუხაროდ არ აქვს განათება. ამ კამერით შეგიძლიათ ასევე გადაიღოთ ვიდეოები. ტელეფონის ერთ-ერთი მთავარი ღირსებადაც ის უნდა აღინიშნოს არის ის, რომ იგი მუშაობს ორი სიმბარათზე, ანუ შეგიძლიათ მაშინ მოათავსოთ სხვადასხვა ოპერატორის სიმბარათები. უნდა აღინიშნოს, რომ ტელეფონი არის SIM-free ვერსია, ანუ არ არის შეზღუდული რომელიმე კონკრეტულ ოპერატორზე. ასევე ტელეფონს გააჩნია როგორც კლავიატურა და სხვადასხვა ღილაკი, რომელთაც ხდება ნავიგაცია, რომელიც გააჩნია ასევე სენსორული ეკრანი, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს. ტელეფონზე შეგიძლიათ თავისუფლად ჩაწეროთ Java პროგრამები და თამაშები. ტელეფონს ამუშავებს 1000 მAh-იანი ბატარეა, რომელიც საუბრის რეჟიმში ძლებს დაახლოებით 10 საათის განმავლობაში, ხოლო ლოდინის რეჟიმში 720 საათი. მე ვსწრებთ მოახდინე ტელეფონის მენიუს დემონსტრირებას. ტელეფონის მენიუ გამოიყურება სწორედ ესე. აქ არის სხვადასხვა აპლიკაციები, აქ არის მესეჯები, ელექტრონული პოსტის აპლიკაცია, რადიო. აქედან ხდება სწორედ უკაბელო ქსელთან დაკავშირება. აქ არის ოპერა, რომლის საშუალებითაც ხდება ინტერნეტ საიტების გახსნა, Facebook-ი, ვიდეო პლეიერი, ანუ აქედან ხდება ვიდეოების დაკვრა, კამერა. კამერას შევალთ, თავისუფლად მოახდინეთ კამერის დემონსტრირებას. შუა ღილაკით ხდება გადაღება, მაგრამ ჩვენ ხავსებად უნდა დავბრუნდით უკან. აქედან ხდება ტელეფონით გადაღებული ან ჩაწერილი სურათების დათვალიერება, ხდება Twitter-ის აპლიკაცია, მუსიკალური დამკვრელი, ამინდი, სიახლეები და ასე შემდეგ. ტელეფონზე შეგვიძლია თავისუფლად დავამატოთ ვიჯეტი, მალსახმობი, იგივე shortcut-ი, წავშალოთ იგი და შევცვალოთ უკანა ფონი, ეს ყველაფერი ხდება მარტივად, მხოლოდ ერთი ხელის დაჭერით. აქ არის 3 აპლიკაცია, ანუ აქედან ხდება ზარების განხორციელება, აქედან ხდება კონტაქტების დათვალიერება და დარეკვა, აქედან ხდება მოკლე ტექსტურის შეწყობინებებში შესვლა. ტელეფონს აქვს საკმაოდ კარგი კლავიატურა, QWERTY კლავიატურა, რომლის საშუალებითაც თქვენ ძალიან ადვილად შეძლებთ ნებისმიერი ტექსტის აკრეფას, გაგზავნას და ასე შემდეგ. როგორც გვაღვნიშნეთ, ტელეფონს სამწუხაროდ არ გააჩნია მესამე თაობის ქსელების ხარდაჭერა. რაც შეეხება ტელეფონს, არის საკმაოდ კარგი დიზაინის, საკმაოდ ხარისხიანი მასალისგან არის გაკეთებული. მარჯვენა მხარეს გააჩნია ესე სპეციალური ღილაკი, სადაც შევდივართ მუსიკალურ დამკვრელში. ზედა მხარეს გააჩნია 3.5 მმ-იანი ჯეკი და micro USB პორტი, ხოლო მარცხენა მხარეს გააჩნია ხმის ამწევი და დამწევი ღილაკები. პრინციპში ამ ტელეფონზე სულ ეს იყო. ასევე აუცილებლად უნდა შევხო კომპლექტაციას, ტელეფონს თან ახლავს USB კაბელი, ახლავს დამტენი და ახლავს კურსასმენები. თუ დაგაინტერესებთ უფრო მეტი ამ ტელეფონის შესახებ, თხოვთ უეცოთ საიტზე www.zoomer.gr, სწორედ ისე როგორც ამ ბუკლეტზე არის დაწერილი. ასევე შემოგვიერთდეთ ჩვენს Facebook-ზე. დღეისთვის სულ ეს იყო. ჩვენი სტუმარი იყო ეს კი Alcatel-ის 2 სიმბარათიანი ტელეფონი, რომელსაც აქვს უკაბელო ქსელების ხარდაჭერა, Alcatel OT 813D. უფრო მეტი ინფორმაცია ამ ტელეფონის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენ საიტზე. ამით კი გემშვიდობებით, კარგად ბრძანებით.